ეს არ ყოფილა სიზმარი მიყვარხარ მე შენ მიყვარხარ წამოდი ჩემთან წამოდი ყოველთვის ამ სიტყვებს ვამბობი და ახლაც შენ კვლავ ჩემთან ხარ წარმატებული ბიზნესმენი იყავი, შემოსავალიც კარგი ჰქონდა და გადაწყვიტე რომ ჩაგეწერა სიმღერა, რომელიც ძალიან მალე გახდა ჰიტი. შეიძლება ითქვას, სანამ სიმღერა გამოვიდა და სტუდიიდანვე გადაიწერა და ყველა პირატულად მოპოვებულ ჩანაწერებს უსმენდა. ორ თვეში მოხდა. ეს გართობა იყო აჩქო, შენთვის პირველ პერიოდში. ამ ჩემი საბითუმოდან ფული შემომივიდა, კარგად ავარ, წავედი ვიყიდე ჰოლანდიაში BMW, მოვაჯექი, კარგად ჩამოვედი. ისა რა ქვია, ჩამოვიყვანე მანქანა, ვარ კარგ ხასიათზე, აგერ მაღაზია მაქვს გახსნილი და ვიფიქრე, მოდი სიმღერას ჩავწერ. აი, ერთი წელი რო გავიდა რა, აი ამის მერე. ნუ ჩავწერ ჩემთვის, არა იმიტომ რომ რაღაცა კონცერტზე გამეტანა და რაღაც ეგეთი არც მიფიქრია საერთოდ. იმ პერიოდისთვის უკვე გამოჩდი ჩენი იმიჯით. თმა გადაპარსული. ეს სპეციალური აი მაგისთვის მოვემზადე. სცენისთვის გადაიპარსე, ეგ უნდა მეკითხა. კი. და გახდა იმედის ნაწილი. უყურე სიმღერა ხო ჩავწერე 31 მაისს და სექტემბერში უკვე ქუჩაში ვერ გამოვდიოდი. და აი მაგისთვის უკვე მივიღე ეს ჩემი ვიყიდე მოსკინოს სათვალეები. ანუ სათვალეც ამ პერიოდში გახდა იმიჯის განუყრელი ნაწილი. და იმის მერე ინტერვიუებშიც მივიღე ჩემი აი სასცენო იმიჯი, რაც იმიტომ რომ მე უკვე ვიცოდი რომ ექნებოდა კონცერტები, იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა ეს იქოქებოდა ეს ისა. მენატრები როდესაც უცებ მოვიდა პოპულარობა. ქონდა ეს თავშევარდნის პერიოდი, რომ შეგცვალა და უცებ ვერ გააცნობიერე რა ხდებოდა? არა. გარშემოყოფები თუ შეიცვალნენ შენს მიმართ? ძალიან ბევრი. კარგისკენ თუ ცუდისკენ? ბევრი ძალიან კარგისკენ. ცუდისკენ არავინ, უბრალოდ ძალიან ბევრი ახლობელი გამიჩნდა. უცებ. აი ეს კომპლექსაც იწვევს ხოლმე, რომ იმის გამო ხო არ მე მეგობრებიან, რომ უკვე ცნობადი სახე ვარ. მე ვიცოდი რომ ამის გამო იყო. ნაწილობრივ 80% მე რა მოხდა. არაფერი მეც მიყვარს ისეთი ადამიანების გაცნობა, რომელიც ცნობად ეს ჩვეულებრივ ეს ცხოვრებაა. მე რა